დაპირისპირებას პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის წინ უძღვა და მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა იუსტიციის სახლთან. სწორედ ამის გამო იყო პოლიციის კორდონების გამო დღეს პარალიზებული სანაპირო. გამორთეთ ტელევიზორები და გაიხედეთ რა ხდება. მათ სურთ საქართველოს ამ არჩევნებმა დააბრუნოს მოუსვლელში. ჩვენ ძალიან ბევრი ვიცით, როგორ ემზადებოდა ქართული და საერთაშორისო მაფია ამ არჩევნებისათვის. გავაკეთებთ ყველაფერს იმ შეთქმულების გამოსააშკარებლად, რომელიც საქართველოს რელსებიდან გადასაყვანად და ჩიხში შესაყვანად მზადდება. ეს არის მხოლოდ რამდენიმე ციტატა საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლიდან. თქვენ გთავაზობენ როგორც რეალობას იმას, რაც მოხდა იზოლირებულად რამდენიმე დაწესებულებაში, ერთთან რამდენიმე უწყებაში და გეუბნებიან, რომ ეს არის საყოველთაო პრაქტიკა. და თქვენ ამით ცნობენ თქვენს გასულელებას. მე მინდა ვიკითხო, თითოეულმა ჩვენგანმა გამორთოთ ერთი წუთი ტელევიზორი და გავიხედოთ ქუჩაში, უშვებთ თუ არა ჩვენ შულს უსაფრთხოდ. არის თუ არა ჩვენი ქუჩა უკეთესი, არის თუ არა ჩვენი სკოლები უკეთესი, ჩვენ თვითონ გვივარდება თუ არა სახში ვინმე და არ ღვევს ჩვენ უფლებებს. როცა მიდივარ დაწესებულებაში, ხდება იქ ძველი პასპორტისტები, რომლებიც ხელებში შემოყურებენ, თუ ხდება ახალი სახელმწიფო აპარატი. და რა გვინდა ჩვენ რომ დაუბრუნოთ ის, რომელიც ის თელი საქართველოს ისე ვაქციოთ, გდანის მერო საფყრობილის კარანტინის განყოფილებად. საიდანაც ყველამ ერთად დავიწყეთ გამოსვლა. ეს არის არჩევანი. ამაზე არის უახლოესი 10 დღე. ნაპიროვან მე ძალიან კარგად ვიცი რა წყდება საქართველოსთვის. იმ პირობებში როცა შემოსულია რუსული ფული, რუსული კომპრომატების ომი, რუსული მეთოდები და რუსეთის არმია არის ჩვენ საზღვრებთან აურაცხებელი რაოდენობით და ატარებს ძალიან საშიშ მანევრებს. და იმ პირობებში როცა დაფიცებული აქვს ჩვენ ტერიტორიის ოკუპანტს, რომ 2008 წელს ვერ დამთავრებული საქმე მიიყვანოს უახლოეს კვირებში და თვეებში ბოლომდე და ამისთვის უნდა არჩევნების გამოყენება. ჩვენ ყველამ ეს ძალიან კარგად ვიცით. და ჩვენ ყველამ განვიცადეთ შოკი წინა დღეებში. მაგრამ შოკის განცდის შემდეგ არის დაფიქრების და თვალების ფართოდ გახელის დრო. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ის რაც ამ დღეებში ხდება არ არის იზოლირებული ფაქტები, რომელიც სხვათა შორის თურმე არჩევნების წინ ამოვარდა. და მრავალი თვე შენახული იყო. ერთი გიორგი ტუღუშიშვილის რო ეთქვა, რომელიც ნადირობდა ამ ფაქტებზე, სის გაგვიშრობდა და ყველაფერს დაამთავრებდა. მაშინ როცა პირველივე ფაქტი მოხდა და პირველივე ვიდეო გადაიღეს მათ ფულით და შეაკვეთით. ორგანიზებული კრიმინალისგან მიღებული ფულით, როგორც ახლა ირკვევა. პირველივე გამოეგდოთ თუნდაც თავის რომელიმე ტელევიზორში. პირველივე დღეს დაიჟებოდა, პირველ დღეს დამთავრდა. ნუ რას უკაცრავად. აგძელებდნენ, უკვეთავდნენ, ამთავრებდნენ და ინახავდნენ არჩევნების პერიოდისთვის, რომ საქართველოს ხალხს არჩევნების წინ ეფიქრა არა იმაზე, რომ საყოველთაო ჯანდაცვა უნდა ქონდეს ჩვენ ხალხს, არა იმაზე, რომ უმუშევრობა უნდა დავძლიოთ, არა იმაზე, რომ ჩვენ შვილებს უნდათ მომავალი, არა იმაზე, რომ კრიმინალი და კანონიერი ქურდები არასოდეს დაბრუნდნენ, არა თუნდაც იმაზე, რა შეიცვალა საქართველოს უკეთესობისკენ, არამედ შოკის ქვეშ გააკეთებიონ იმპულსური გადაწყვეტილება და საბოლოოდ ხელი გაუხსნან იმათ, ვისაც უნდა საქართველოს დაბრუნება წარსულში. ჩვენ გვაქვს, ჩვენ შევქმნით თანამედროვე მთავრობა და სხვა შორის ერთხელ თქვა დიდმა გერმანულ ფილოსოფოსმა ჰეგელმა, რომ მთავრობა, რომელიც ხალხის ხარეზეა და რომელიც არის პროგრესული, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია თავის ხალხის უსაფრთხოების დაცვისთვის, ვიდრე ათასობით ჯარისკაცი. ზუსტად ასევე ეს ეხება ჩვენ სახელმწიფო აპარატს. და ვერავინ ვერ დაამარცხებს ისე კარგად ბნელეთის ძალებს, ისევ ჰეგელს თუ მივყვებით, ვერანაირი ათასობით ჯარისკაცი, როგორც გამჭირვალეობა და როგორც ჩვენი იდეალების დევნა და ჩვენი იდეალების ყარი ერთგულება. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ორგანიზებული დანაშაული ცდილობს საქართველოს დააბრუნოს წარსულში. ეს არ არის ახალი და ჩვენ ამაზე ძალიან ბევრი რამე ვიცით.